ლენამ არასოდეს იცოდა, რომ უბრალო ელექტრონული პოსტის შეტყობინება შეცვლიდა მის მთელ წარმოდგენას იმის შესახებ, რაც მოხდა 9 წლის წინ. ის ოფისში იჯდა ჰამბურგის ცენტრში, სადაც მარკეტინგის ასისტენტად მუშაობდა და შემთხვევით გახსნა ძველი ელექტრონული პოსტის ანგარიში, რომელსაც წლები აღარ იყენებდა. შეტყობინებებს შორის ერთი იყო ბანკიდან, რომელიც იგზავნა თვის წინ და რომელიც ავტომატურად გადადიოდა სპამის საქაღალდეში. წერილში ნათქვამი იყო, რომ მისი მამის ძველ საბანკო ანგარიშზე უჩვეულო აქტივობა დაფიქსირდა. მცირე თანხები რეგულარულად გადმოირიცხებოდა ყოველთვიურად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. ბანკმა მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ლენა დიდხანს უყურებდა ეკრანს, სანამ სიტყვების მნიშვნელობა მის გონებამდე მიაღწევდა. მამის საბანკო ანგარიში. აქტივობა. 5 წელი. ეს შეუძლებელი იყო. მარკუს ბერგმანი, მისი მამა, გაქრა 2015 წელს, ნოემბრის ცივ საღამოს, როდესაც ლენა 16 წლის იყო. მან თქვა, რომ მაღაზიაში მიდის რძისთვის და პურისთვის. მან აიღო საფულე და გასაღებები. კარი მის უკან დაიხურა და ის აღარასოდეს დაბრუნებულა. ისინი ცხოვრობდნენ ლუნებურგში, მცირე ქალაქში ჰამბურგიდან 60 კილომეტრში, სადაც ძველი შენობები და ვიწრო ქუჩები ქმნიან ატმოსფეროს, რომელიც ერთდროულად მყუდრო და ჩახშული გრძნობა იყო. მარკუსი მუშაობდა ადგილობრივ ავტომობილების სერვისში მექანიკოსად. ის იყო მშვიდი კაცი, ვინც ცოტა საუბრობდა, მაგრამ თავის საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებდა. მისი ცოლი საბინე მუშაობდა სკოლის კაფეტერიაში და ლენა სწავლობდა გიმნაზიაში. ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ოჯახი, რომლის შესახებაც არავინ იფიქრებდა ორჯერ. იმ საღამოს არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. ვახშამი იყო ჩვეულებრივი, საუბარი იყო ყოველდღიური. მარკუსი ოდნავ დაღლილი ჩანდა, მაგრამ ის ყოველთვის დაღლილი ჩანდა ნოემბერში, როდესაც დღეები მოკლე ხდებოდა და ბნელი 8 საათისთვის ჩამოდიოდა. როდესაც მან თქვა, რომ მაღაზიაში მიდის, საბინემ დაუკაშკაშა რაღაც სიაზე, მაგრამ მარკუსმა თქვა, რომ მას ისედაც გარეთ გასვლა უნდა და ოდნავ ჰაერის უნთქვა. ლენა ოთახში იყო და მუსიკას უსმენდა. მან ჩაბუტებულად დაიძახა თავის ნახვამდის, მაგრამ მამამ პასუხი არ გასცა. კარი დაიხურა მოკლე და საბოლოოდ. პირველი საათი გაიარა ჩვეულებრივად. საბინე ფიქრობდა, რომ მარკუსმა შეიძლება შეხვდა ვიღაცას და დაელაპარაკა. მას შეეძლო ეს, როდესაც გუნება ჰქონდა. მეორე საათი იყო ოდნავ შემაშფოთებელი. საბინემ დარეკა მობილურზე, მაგრამ ტელეფონი სახლში იყო დარჩენილი საათის გვერდით. მესამე საათისთვის ლენა უკვე ნერვიულობდა და კითხვებს სვამდა. საბინე ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო და ამბობდა, რომ ალბათ მანქანას რაღაც შეემთხვა ან სად გაჩერდა. მაგრამ მარკუსი ფეხით წავიდა. მაღაზია 5 წუთის სავალზე იყო. შუაღამისთვის საბინემ დარეკა პოლიციაში. ოფიცერი, რომელიც პასუხობდა, იყო ახალგაზრდა და ეტყობოდა, რომ მას ასეთი ზარები ხშირად ჰქონდა. მან თქვა, რომ ზრდასრული ადამიანი შეიძლება გაქრეს ნებისმიერ მიზეზით და რომ 24 საათი უნდა გაიაროს, სანამ ოფიციალურად დაკარგულად ჩაითვლება. მან დაამშვიდა საბინე და უთხრა, რომ ალბათ ყველაფერი რიგზე იყო. საბინე და ლენა ძილს ვერ ეძლეოდნენ იმ ღამეს. ისინი ფანჯრებთან იჯდნენ და აკვირდებოდნენ ქუჩას, ველოდებოდნენ ფიგურას, რომელიც არასოდეს გამოჩნდა. მეორე დღეს პოლიციამ დაიწყო ოფიციალური ძებნა. დაკითხეს ბნელებთან, მეზობლებთან, მაღაზიის პერსონალთან. არავინ ახსოვდა მარკუსი იმ საღამოს. კამერები იყო მხოლოდ ძირითად ქუჩებზე და ერთ-ერთ ჩანაწერზე ჩანდა ფიგურა, რომელიც შეიძლება მარკუსი ყოფილიყო. მაღაზიის მიმართულებით მიდიოდა დაახლოებით 6 საათ 30-ზე. ხარისხი არასაკმარისი იყო იდენტიფიკაციისთვის. მერე ის უბრალოდ ქრებოდა. არც ერთ სხვა კამერაზე არ იყო. არც ერთ მეზობელს არაფერი უნახავს. მაღაზიის პერსონალი არ იხსენებდა მას. პოლიციამ გაიძიებდა მდინარე, პარკები, ტყეები გარშემო. გამოიყენეს ძაღლები, ვერტმფრენები, მოხალისეები. ლენამ და საბინემ გააკეთეს პლაკატები მარკუსის ფოტოთი და დაურიგეს ყველგან. ადგილობრივი გაზეთი დაწერა სტატია. რადიომ გადასცა ინფორმაცია. მაგრამ არაფერი მოიძებნა. თვეები გადიოდა და საქმე ნელ-ნელა გაციებულა. პოლიციას ჰქონდა სხვა საქმეები, სხვა პრობლემები. მარკუსის საქმე გახდა რიგითი ფაილი, რომელსაც ხანდახან ადევნებდნენ თვალს, მაგრამ ახალი ინფორმაცია არ იყო. საბინე და ლენა დარჩნენ მოლოდინში, მაგრამ მოლოდინი თანდათან იცვლებოდა რაღაც სხვაზე. ეს იყო ცხოვრება გაურკვევლობის ზონაში, სადაც არც დასრულება იყო და არც სათავე.
საბინე წავიდა სამუშაოზე, რადგან ფული საჭირო იყო. ლენა განაგრძობდა სკოლას, რადგან არ იცოდა რა სხვა გაეკეთებინა. ისინი თითქმის არ საუბრობდნენ იმაზე, რაც მოხდა. საბინე ღამებით ტიროდა, ისე ჩუმად რომ ფიქრობდა არავინ არ ისმენდა, მაგრამ ლენა ისმენდა. ლენა ტიროდა საშხაპეში, სადაც წყალი მალავდა ხმებს. იყო ვარაუდები რა. ხალხი ლაპარაკობდა. ზოგი ამბობდა, რომ მარკუს ვალები ჰქონდა და გაიქცა. ზოგი ფიქრობდა, რომ მას სხვა ოჯახი ჰყავდა სადღაც. ზოგი ამბობდა უბრალოდ, რომ ადამიანები ხანდახან ბედისნებით ქრებიან. პოლიციამ შეამოწმა ბანკის ანგარიშები. არაფერი საეჭვო იყო. მარკუს ჰქონდა მცირე ანგარიში შემოსავლიდან, რომლიდანაც იხდიდა ყოველდღიურ ხარჯებს. პირველი 2 კვირის განმავლობაში არც ერთი ტრანზაქცია არ დაფიქსირდა. მერე ანგარიში უბრალოდ არაქტიული დარჩა. არც ერთ საზღვრის სამსახურმა არ დააფიქსირა მისი გასვლა. არც ერთ საავადმყოფოში არ იყო რეგისტრირებული. ის უბრალოდ აღარ არსებობდა არც ერთ სისტემაში. ლენა დაამთავრა სკოლა და წავიდა ჰამბურგში უნივერსიტეტში. ის იყო გზა გაქცევა ლუნებურგიდან, სახლიდან, რომელიც ახლა ცარიელად გრძნობოდა. საბინე დარჩა იქ, რადგან არ იცოდა სად წასულიყო. ისინი ესაუბრებოდნენ ტელეფონით ყოველ კვირას, მოკლე და გაზომვილი საუბრები, სადაც უფრო მეც არ ამბობდნენ, ვიდრე მეტი იყო. ლენა ცდილობდა არ ეფიქრა იმაზე, თუ რატომ წავიდა მამა. ის ცდილობდა არ ეფიქრა იმ უკანასკნელ საღამოზე, იმ საუბრებზე, რომლებიც არასოდეს მომხდარა, იმ კითხვებზე, რომლებიც არ დასმულა. ის ცდილობდა აეშენებინა ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის იყო ის ცარიელი ადგილი, ფორმა, რომელიც არავინ შეავსო. წლები გადიოდა. ლენამ დაამთავრა უნივერსიტეტი და ნახა სამუშაო. საბინე პენსიაზე გავიდა და გაეზარდა ოდნავ უფრო მარტოხელა და უფრო ჩახშული. ისინი ხვდებოდნენ დღესასწაულებზე, იჯდნენ სამზარეულოში ჩაის თასებით და საუბრობდნენ ამინდზე, სამუშაოზე, სიმცირეებზე, რომლებიც არ აწუხებდა. არასოდეს საუბრობდნენ მარკუსზე, თითქოს მისი სახელის წარმოთქმა გაახსნიდა რაღაც კარს, რომლის გახსნა მათ არ შეეძლოთ. ლენა ცდილობდა არ ეფიქრა, რომ მამამ შეიძლება სადღაც იცხოვროს, რომ მას შეიძლება ყოფილიყო მიზეზი წასვლისა, რომელიც მათთან არაფერი იყო დაკავშირებული. ის ცდილობდა არ ეფიქრა, რომ მამამ შეიძლება ყოფნოდა თავი ბედნიერად სადღაც იმის შეგნების გარეშე, რა ტკივილი დატოვა მის უკან. მაგრამ ღამით, კარგ ღამეებში ის მაინც დაბრუნდებოდა იმ საღამოზე. ის იხსენებდა ხმას, რომლითაც მამამ თქვა რაღაც ჩვეულებრივი. ის იხსენებდა კარის ჩახურვას. ის ცდილობდა გაეხსენებინა, იყო თუ არა რაიმე გარეშე, რაიმე, რაც მას გამოეპარა. მაგრამ არაფერი იყო. ის იყო უბრალო საღამო, რომელიც გადაიქცა უსასრულო ცარიელობად. ახლა, ოფისში, ეკრანის წინ ლენა კითხულობდა ბანკის წერილს და ცდილობდა გაეგო, რას ნიშნავდა. აქტივობა მამის ანგარიშზე. თვეობა გადარიცხვები ბოლო 5 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლებოდა? მან დარეკა ბანკში და ითხოვა შეხვედრა. ფილიალის მენეჯერი, ქალბატონი შმიდტი იყო მოხუცი ქალი თეთრი თმებით და სათვალეებით, რომლებიც საკისრებიდან ეკიდნენ. ის უყურებდა კომპიუტერის ეკრანს და თქვა, რომ ყველაფერი ძალიან უჩვეულო იყო. ანგარიში ნამდვილად იყო მარკუს ბერგმანის. პირველი 4 წლის განმავლობაში საგადახდო არ იყო. მაგრამ 5 წლის წინ 2020 წლის იანვარში დაიწყო მცირე თვეობა გადარიცხვები. თითოეული იყო 30 евро. ისინი გადარიცხულ იქნა რეგულარულად, თვის დასაწყისში და მიუთითებდნენ მხოლოდ გადახდა. მიმღები იყო კერძო სამედიცინო დაწესებულება ჰანოვერში, დაახლოებით 40 კილომეტრში ლუნებურგიდან. სახელი იყო პლეგეჰაუს სანქტ მარია, ანუ მოვლის სახლი წმინდა მარიამის. ლენა დიდხანს უყურებდა ეკრანს. მამა, გადარიცხვები. მოვლის სახლი. როგორ? ქალბატონი შმიდტმა განუმარტა, რომ გადარიცხვები კეთდებოდა ავტომატურად, ალბათ წინასწარ დაგეგმილი საბანკო დავალებით. ეს არ მოითხოვდა პირდაპირ ჩარევას. ვინმე უნდა მოაწყო ეს თვეების წინ ან წლების წინ. მაგრამ რატომ ეხლა? რატომ 5 წლის წინ დაიწყო? ქალბატონი შმიდტმა ჩუმად თქვა, რომ მას არ შეეძლო უფრო მეტი ინფორმაციის მიცემა ბანკის პოლიტიკის გამო, მაგრამ რომ ლენას, როგორც ოჯახის წევრს, ჰქონდა უფლება შეეტყობინებინა ამის შესახებ. ლენამ წავიდა ბანკიდან და დაუყოვნებლივ დარეკა დედას. საბინე პირველად არ დაიჯერა. მერე გაჩუმდა დიდხანს. მერე თქვა, რომ არაფერი გამოვიდოდა ამიდან, რომ ეს იყო რაღაც შეცდომა ან თაღლითობა. მაგრამ ლენა მოუთმენლად გრძნობდა თავს.
ამჯერად 9 წლის შემდეგ პირველად იყო რაღაც პირდაპირი კავშირი. ბილი კი ის უნდა მიჰყოლოდა. მეორე დღეს ლენა მიემგზავრა ჰანოვერში. ფლეგეჰაუს სანქტ-მარია იყო მშვიდ უბანში სამსართულიანი შენობა ღია ბაღით. შიგნით სუნი იყო სუფთა და მედიცინური, მაგრამ შემცირებული რბილი დეკორაციით, რომელიც ცდილობდა შექმნას სინათლე. რეცეფციაზე ახალგაზრდა ქალი უყურებდა მას შეკითხვით. ლენამ განუმარტა, რომ ის ეძებდა ინფორმაციას მარკუს ბერგმანის შესახებ, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყო ამ ადგილასთან. ქალმა შეამოწმა კომპიუტერი და წამოიკითხა, რომ არ იყო არავინ იმ სახელით მათ მონაცემებში. ლენამ აუხსნა გადარიცხვების შესახებ. ქალმა გააკეთა შენიშვნა და მოთხოვა დაელოდებინა. 10 წუთის შემდეგ გამოჩნდა უფროსი მეტ და ფრაუ ვოლტერი, ქალი 40-იანი წლებით, ვინც ღიმილით უყურებდა, მაგრამ თვალებში განსაკუთრებული სიფრთხილე იყო. ფრაუ ვოლტერმა თხოვა, რომ ლენა მისდევდა ოფისში. ის დახურა კარი და დაჯდა. მან აუხსნა, რომ ფლეგეჰაუს სანქტ-მარია იყო სპეციალიზებული დაწესებულება ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მუდმივი სამედიცინო ზრუნვა, განსაკუთრებით ქრონიკული ქსელვადები და ავადებების ან ტრავმების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი შეზღუდვები. ბევრი მათი პაციენტი იყო ხანგრძლივობით მოთავსებული და ბევრს ჰქონდა შეზღუდული კომუნიკაციის უნარი. ლენა მიკითხა, იყო თუ არა მარკუს ბერგმანი აქ. ფრაუ ვოლტერმა დიდხანს დუმდა. მერე თქვა, რომ იყო პაციენტი, რომელიც მოთავსებული იყო აქ 5 წლის წინ სახელით, რომელიც ემთხვეოდა მარკუს ბერგმანს. მაგრამ შემთხვევა იყო რთული. პაციენტი ჩაიყვანეს საავადმყოფოდან მწვავე მდგომარეობის შემდეგ. არ ჰქონდა დოკუმენტები იდენტიფიკაციისთვის. არ შეეძლო ლაპარაკი. არავინ იცოდა, ვინ იყო. რამდენიმე თვის შემდეგ რაღაც პროცედურის დროს მედიცინის პერსონალმა მოახერხა მინიმალური კომუნიკაცია და პაციენტმა თითისწერით მიუთითა ასოები, რომლებმაც შეადგინეს სახელი მარკუს ბერგმანი. ლენას გული სწრაფად იწყებდა. მაშ ეს მამა იყო? აქ 5 წელი. ცოცხალი. ფრაუ ვოლტერმა განაგრძო ფრთხილად. სოციალური სამსახურები ეძებდნენ ოჯახს, მაგრამ არ ნახეს მონაცემები ბაზაში იმ სახელით, რომელიც ემთხვეოდა ამ შემთხვევას. დაკარგული პიროვნებების რეესტრში პაციენტის აღწერილობა არ ემთხვეოდა არც ერთ აქტიურ ძიებას. იყო რამდენიმე მარკუს ბერგმანი გერმანიაში, მაგრამ ყველა ან თვითიდენტიფიცირებული იყო, ან მათ ჰქონდათ განსხვავებული ასაკი ან სხვა დეტალები. პაციენტის საქმე ჩაითვლებოდა საიდუმლოდ, პიროვნების დადასტურება არ მოხდა, მაგრამ ვინაიდან მას სჭირდებოდა ზრუნვა და არავინ მოვიდა მისთვის, ის დარჩა აქ სახელმწიფოს მხარდაჭერით. ლენა მიკითხა, შეეძლო თუ არა ნახვა მისი. ფრაუ ვოლტერმა თქვა, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე სიტუაცია იყო. თუ ეს მართლაც იყო მისი მამა, მაშინ რა თქმა უნდა. მაგრამ მან უნდა გააფრთხილა. პაციენტი იყო ძალიან ასუსტებული. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დაზიანება. ის არ ლაპარაკობდა. მისი მოძრაობა იყო შეზღუდული. ის იყო მეხსიერებით, რომელიც არ მუშაობდა ნორმალურად. ის შეიძლება არ გაიცნოს მას. ლენა მიხვა ფრაუ ვოლტერს დაბალ დერეფანში 2 და 3 სართულზე. ისინი გაჩერდნენ კარის წინ, რომელზედაც რიცხვი 65 იყო. ფრაუ ვოლტერმა ჩუმად ამოაღო გასაღები და გახსნა. ოთახი იყო პატარა და სუფთა. სარკმლიდან ჩამოსდიოდა რბილი სინათლე. საწოლზე იწვა კაცი, რომელიც ძალიან გახდა, თითქმის გამჭვირვალე კანით, თმებით თმით მიჭრით, თვალებით, რომლებიც აყურებდნენ ჭერს. ლენა შევიდა ნელა და მიუახლოვდა საწოლს. ის არ იყო დარწმუნებული. იყო ეს მამა. პირის ხაზები იყო ნაცნობი, მაგრამ ასევე უცხო, გამხდარი და შეცვლილი 9 წლიდან და ავადმყოფობისგან. ლენამ წამოიძახა ჩუმად, მარკუს. კაცმა არ გააკეთა რეაქცია. ლენამ თქვა, მამა. თვალები მოძრაობა, ალბათ რეფლექსი, მაგრამ არა აღიარება. ლენა დაჯდა და უყურებდა იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მისი მამა, ან უცხო, ვისაც მარკუს ბერგმანის სახელი ჰქონდა თითისწერით 4 წლის წინ. ფრაუ ვოლტერმა აუხსნა, რომ პაციენტი ჩაიყვანეს ჰანოვერის საავადმყოფოდან, სადაც მას რამდენიმე თვე ყოფილა მკურნალობაზე. პოლიციამ იპოვა ის 5 წლის წინ ერთ დილას, მდინარე ლაინეს სანაპიროზე, გონების გარეშე, ჰიპოთერმიით და სერიოზული ტრავმით. არ იყო დოკუმენტები, არანაირი იდენტიფიკაცია. ის არ ახსოვდა არაფერი. მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ მას ჰქონდა ავარია, შესაძლოა დაეცა, მოხვდა მდინარეში და იყო დიდხანს წყალში ან ცივში.
ტვინის ჟანგბადის ნაკლებობამ გამოიწვია შეუქცევადი დაზიანება. როდესაც ის გაიღვიძა, არ შეეძლო ლაპარაკი და არც მეხსიერება. თვეები გავიდა სანამ მიუთითა სახელი და მაშინაც კი არავინ იცოდა, იყო ეს რეალური სახელი თუ რაღაც, რაც მას ჰგონია, რომ სახელი იყო. ლენა იჯდა იმ ოთახში და უყურებდა ამ ადამიანს. ის ცდილობდა იპოვოს დეტალები, რომლებიც დაადასტურებდა იდენტიფიკაციას. ქალმოქმედების ნიშანი მარჯვენა მკლავზე, სადაც მამას ჰქონდა პატარა ნაციბური ბავშვობის უბედურებიდან. ის უყურებდა, მაგრამ კანი იყო ძალიან დაზიანებული, ძალიან შეცვლილი, რომ დაენახა. ფრაუ ვოლტერმა აუხსნა, რომ თუ ლენას სურდა დაადასტუროს იდენტიფიკაცია, საჭირო იყო დნ ტესტი ან რაიმე სხვა სამედიცინო დადასტურება. ლენამ თქვა, რომ მზად იყო გაეკეთებინა. ფრაუ ვოლტერმა თქვა, რომ ეს პროცესი მოითხოვდა დროს და ოფიციალურ პროცედურებს. ლენა დაბრუნდა ლუნებურგში და უთხრა საბინეს ყველაფერი. საბინე არ დაიჯერა. ის თქვა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რომ მარკუსი არ შეეძლო აქ ყოფილიყო 5 წელი, სანამ არავინ იცოდა. ის თქვა, რომ ეს იყო რაღაც შეცდომა, რომ უნდა ყოფილიყო სხვა ადამიანი. მაგრამ ხმა მას სურებოდა და თვალებში იყო რაღაც, რომელიც ლენამ ვერ ამოიცნო, შიში, იმედი, უარყოფა, ყველაფერი ერთად. მომდევნო კვირებში ლენამ დაიწყო ოფიციალური პროცედურები. მან მიმართა პოლიციას, რომელიც 3 წლის წინ დახურა მარკუს ბერგმანის საქმე, რადგან არაფერი მოიძიეს. ოფიცერი, რომელიც ახლა მუშაობდა მის საქმეზე, იყო უფრო სასაკში, ვინც იხსენებდა 4 წლის წინანდელ ძიებას. მან აუხსნა, რომ თუ ეს იყო მართლაც ერთი და იგივე პირი, მაშინ ორი მოვლენა უნდა დაკავშირებულიყო. გაქრობა ლუნებურგიდან 2015 წელს და პიროვნების აღმოჩენა ჰანოვერში 2020 წლის დასაწყისში. მაგრამ იყო 5 წლის ხარვეზი. სად იყო მარკუსი იმ 5 წლის განმავლობაში? პოლიციამ დაიწყო გამოძიება და მოითხოვა დნ ტესტი. საბინემ მისცა ნიმუში შესადარებლად. ლენამაც მისცა. პროცესი მოითხოვდა დროს. სამედიცინო დოკუმენტების ანალიზი მოითხოვდა დროს. ყველაფერი მოითხოვდა დროს და დრო იყო რაღაც, რაც ლენას აღარ ჰქონდა. ის არ შეეძლო აზროვნება სხვა რამეზე. ის ფიქრობდა მამაზე იმ ოთახში, რომელსაც არაფერი ახსოვდა, რომელიც არ იცნობდა არავინ. 2 თვის შემდეგ მოვიდა დნ ტესტის შედეგი. ეს იყო დაახლოებით ჰამბურგის შესაბამისი წილი. ადამიანი პფლეგეჰაუს სანქტ-მარიაში იყო მარკუს ბერგმანი. ეს იყო დადასტურებული. ლენა იჯდა თავისუფალ ბინაში და კითხულობდა ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებდა, რომ მამა ცოცხალი იყო. ის არ იცოდა, როგორ გრძნობდა თავს. სიხარული, ტრაგედია, განადგურება, გაღვიძება. ყველაფერი იყო ბუნდოვანი და ადვილად მისაწვდენელი. საბინემ მოისმინა სიახლე ტელეფონით და გაჩუმდა დიდხანს. მერე თქვა, რომ მოვიდოდა ჰანოვერში ლენასთან ერთად. ისინი წავიდნენ ერთად, დედა და ქალიშვილი, და შევიდნენ ოთახში, სადაც მარკუსი ითვა. საბინე შეჩერდა კარის წინ და ლენამ დაინახა, რომ მისი ხელები ძვრებოდა. მერე საბინე შევიდა და მიუახლოვდა საწოლს და შეხედა იმ ადამიანს, რომელიც 4 წლეული იყო მისი მეუღლე. ის არაფერი თქვა დიდხანს. მერე გაიღიმა ისეთი სევდიანი ღიმილი, რომ ლენას გული გაუსკდა. საბინემ თქვა, გამარჯობა მარკუს. ხმა იყო ნაზავი და მშვიდი. მარკუსის თვალები მოძრაობა, მაგრამ არც ამჯერად არ იყო აღიარება. საბინე დაჯდა მის გვერდით და გაიწელა ხელი, ფრთხილად, თითქოს ეშინოდა, რომ ეს ყოფილიყო ზღაპარი, რომელიც გაქრებოდა შეხებით. ის შეეხო მის ხელს და უჭირა მას მსუბუქად. ფრაუ ვოლტერმა აუხსნა ყველა დეტალი. მარკუსის მდგომარეობა იყო სტაბილური, მაგრამ მნიშვნელოვანი. ის ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ხანდახან აკეთებდა ხმებს. ის ვერ მოძრაობდა დამოუკიდებლად, მაგრამ შეეძლო ოდნავ თავის გადახრა. მას ესაჭიროებოდა მუდმივი ზრუნვა ყველა საჭიროებისთვის. მისი მეხსიერება იყო დაზიანებული და არავინ იცოდა, რამდენს ახსოვდა, თუ საერთოდ რამე. ზოგჯერ, ფრაუ ვოლტერმა თქვა, პაციენტები ამ მდგომარეობაში აკეთებენ რეაქციებს ნაცნობ ხმებზე ან სახეებზე, მაშინაც კი, როცა ვერ გამოხატავენ ამას. ზოგჯერ არ აკეთებენ. ყოველი შემთხვევა იყო განსხვავებული. საბინე იჯდა იქ და ლაპარაკობდა მარკუსთან ჩუმად, უამბო ყოველდღიური საგნები. როგორ იყო ამინდი ლუნებურგში? როგორ ბაღი გაიზარდა? როგორ ლენა დაამთავრა უნივერსიტეტი და იპოვა კარგი სამუშაო? ის ლაპარაკობდა, თითქოს ყველაფერი ნორმალური იყო, თითქოს ის არ იყო აქ, ამ ოთახში, რომელიც უნდა სამკურნალო და დაწესებულებით, ლაპარაკი კაცთან, რომელიც არ პასუხობდა.
ლენა უყურებდა დედას და გრძნობდა რაღაც გატეხილს თავის შიგნით. ეს იყო დასასრული, რომელსაც ისინი ელოდნენ 10 წლეულებს? ეს არ იყო ბედნიერი კავშირი. ეს არ იყო შინსვლა. ეს იყო უბრალოდ უფრო მეტი გაურკვევლობა, უფრო მეტი ტკივილი, რომელსაც ახლა სახელი ჰქონდა. პოლიციამ განაგრძო გამოძიება. ისინი ცდილობდნენ რეკონსტრუქცია იმისა, რაც მოხდა. მარკუსი გაქრა ნოემბერში 2015 წელს ლუნებურგიდან. 5 წლის შემდეგ, იანვარში 2020 წელს, ის იპოვეს ჰანოვერში, გონების გარეშე და მძიმე მდგომარეობაში. სად იყო იმ 5 წლის განმავლობაში? რატომ არავინ არ იცნობდა მას? რატომ არავინ არ მოვიდა მისთვის? ერთ-ერთი თეორია იყო, რომ მარკუსს ჰქონდა რაღაც სამედიცინო მოვლენა, ინსულტი, ამნეზია, ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელიც გამოიწვია დაკარგვა იდენტობისა და მეხსიერებისა. ის შეიძლება მოხეტიალა, ცხოვრობდა უსახლკაროდ, ან იყო სადღაც, სადაც არავინ კითხვები არ სვამდა. ის შეიძლება იყო ადგილებში, სადაც ადამიანები არ რეგისტრირდებიან, თავშესაფრები, არაოფიციალური სამუშაო ადგილები, სურის არეები, საზოგადოების, სადაც არავინ ეძებდა დოკუმენტებს. მეორე თეორია იყო, რომ რაღაც მოხდა, რაც მას ფიზიკურად დაზიანდა ადრე, მაგრამ რომ ის გადარჩა და ცხოვრობდა რაღაც ფორმით, სანამ ბოლოს არ აღმოჩნდა მდინარის პირას. მაგრამ ეს არ ხსნიდა, რატომ არავინ არ დაუკავშირდა პოლიციას ან საავადმყოფოს იმ წლების განმავლობაში. მესამე თეორია, რომელზეც პოლიციამ არ ლაპარაკა ხმამაღლა, მაგრამ რომელიც ჰაერში ჰქონდა, იყო, რომ მარკუსმა საგანგებოდ გაქრა. რომ მას ჰქონდა მიზეზი დატოვება. რომ ის ცხოვრობდა სადღაც სხვა იდენტობით, სანამ რაღაც არ მოხდა, რამაც დაასრულა ეს ცხოვრება. მაგრამ ამას არ მხარდაჭერდა არანაირი მტკიცებულება. მარკუსის ფინანსები იყო მარტივი. მას არ ჰქონდა ვალები. მას არ ჰქონდა საიდუმლოებები, რომლებიც პოლიციამ მოძებნა. იყო ბანალური, შვენიერი ყოველდღიური ადამიანი, რომელიც უბრალოდ გაქრა. ლენა და საბინე იწყებდნენ რეგულარულ ვიზიტებს ფლეგეჰაუს სანქტ-მარიაში. საბინე მიდიოდა ყოველ კვირას. ლენა მიდიოდა, როცა შეეძლო, ხშირად კვირაში 2 ჯერ. ისინი იჯდნენ მარკუსთან, კითხულობდნენ მას, ლაპარაკობდნენ, თან უყურებდნენ ფანჯარას. მარკუსი არ პასუხობდა. ზოგჯერ მისი თვალები ოდნავ მოძრაობდა. ზოგჯერ ხელი მოძრაობდა ძალიან მცირედი. ფრაუ ვოლტერი ამბობდა, რომ ეს იყო კარგი ნიშნები, რომ ის რეაგირებდა ხმებზე. მაგრამ არავინ იცოდა, რა რეალურად ხდებოდა მისი გონების შიგნით. საბინე ერთხელ იყო, რომ ჩამოაქვს ძველი ფოტოალბომი. ის ჩვენებდა ფოტოებს მარკუსს და აუხსნა თითოეულს. ეს იყო ჩვენი ქორწილის დღე. ეს არის ლენა, როდესაც დაიბადა. ეს არის ის დღე, როდესაც გადავედით ბალტიის ზღვაზე. ახსოვს. ახსოვს. მარკუსის თვალები უყურებდნენ ფოტოებს, მაგრამ არავინ იცოდა, ხედავდა თუ არა მას რამეს ნაცნობს. საბინეს ხმა ძვრებოდა და ლენა დაინახა ცრემლები, რომლებიც მას არ აჩერებდა. ერთხელ ლენა იყო მარტო მარკუსთან და დაიწყო ლაპარაკი პირდაპირ. ის თქვა, მამა, არ ვიცი, ისმე მე. არ ვიცი, ახსოვს თუ არავინ ვარ. მაგრამ მინდა იცოდე, რომ დიდხანს გეძიეთ. ჩვენ ცდილობდი გაგვეგო რა მოხდა. მე ბევრჯერ ვიფიქრე შენზე. ბევრჯერ მეთხოვე, რატომ წახვედი. ახლა ვიცი, რომ ალბათ არ გქონდა არჩევანი. რომ რაღაც მოხდა, რაც შენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ მაინც ძნელია. ძნელია იცოდე, რომ ხელმისაწვდომი ხარ, მაგრამ რომ აღარ ხარ რეალურად აქ. მარკუსმა არაფერი თქვა, რა თქმა უნდა. მაგრამ ლენამ გაიგონა საკუთარი ხმა გარეთ, ის გრძნობდა რაღაცას გამოთავისუფლებულს. თვეები გადიოდა. ცხოვრება განაგრძობდა თავის რიგით. ლენა სამუშაოზე მიდიოდა. საბინე მუშაობდა მცირე ნახევარ განაკვეთზე ადგილობრივ ბიბლიოთეკაში. ისინი ესაუბრებოდნენ ტელეფონით. ისინი ხვდებოდნენ ჰანოვერში კვირა დღეებში. ისინი იჯდნენ იმ ოთახში, სადაც მარკუსი იწვა და აკეთებდნენ იმას, რაც მათ შეეძლოთ, იყვნენ აქ. ერთ დღეს ფრაუ ვოლტერმა უთხრა მათ, რომ მარკუსის მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ არ გაუმჯობესებულა. არ იყო სასწაულები. არ იქნებოდა განკურნება. ის იქნებოდა ასეთი, როგორიც ახლა იყო, შესაძლოა წლების განმავლობაში, შესაძლოა ყოველთვის. მედიცინამ შეეძლო შეენარჩუნებინა მისი ცხოვრება, მაგრამ ვერ დააბრუნებდა მას. საბინემ მიიღო ეს ინფორმაცია ჩუმად, მხოლოდ თავით დაუქნია. ლენა მიკითხა, რა სხვა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ფრაუ ვოლტერმა თქვა, რომ არაფერი.
რომ ყველაფერი კეთდებოდა, რაც შესაძლებელი იყო. რომ ზოგჯერ სიტუაციები უბრალოდ ასეთი იყო, არც ბედნიერი, უბრალოდ გრძელი და მძიმე. კიდევ ერთხელ, როდესაც საბინე იჯდა მარკუსთან, ლენამ იკითხა, დედა რას ფიქრობ? რატომ ფიქრობ, რომ ეს მოხდა? საბინემ დიდხანს დუმდა. მერე თქვა, არ ვიცი. ალბათ არასოდეს შევიტყობთ. ალბათ ის თავად არ იცოდა რა ხდებოდა მასთან. ალბათ ის გავიდა იმ საღამოს და რაღაც მოხდა, რაც არავინ ვერ წარმოიდგენდა. და შემდეგ წლები გავიდა და ის იყო დაკარგული და ჩვენც დაკარგულები ვიყავით და ახლა აქ ვართ და ის აქ არის, მაგრამ ჩვენ კვლავ დაკარგულები ვართ რაღაცნაირად. ლენა უყურებდა დედას და ხედავდა, რა დასჭაძალა და მოვალეობა იყო მის სახეში. საბინე იყო ქალი, რომელმაც ცხოვრება გააგრძელა, როდესაც ყველაფერი შეჩერდა. რომელმაც აღზარდა ქალიშვილი მარტო. რომელმაც დაიცხოვრა და უკითხავ კითხვებს. რომელმაც არასოდეს შეწყვიტა იმედის ქონა, მაშინაც კი, როდესაც იმედი ასაცილებელი გახდა. და ახლა, როდესაც პასუხი საბოლოოდ მოვიდა, ის არ იყო პასუხი სულაც. ეს იყო მხოლოდ უფრო მეტი კითხვები. ლენას ახსოვდა რაღაც, რაც მამამ თქვა ბევრი წლის წინ, როდესაც ის პატარა იყო. ისინი ატარებდნენ ძაღლს და ლენა მიკითხა, რატომ ცა ლურჯია. მარკუსმა მიზე მიუთითა და დაიწყო ახსნა რაღაც მეცნიერების შესახებ, სინათლის შესახებ და ატმოსფეროს შესახებ, მაგრამ შემდეგ შეჩერდა და თქვა, სინამდვილეში არ ვიცი. ზოგჯერ რამეს უბრალოდ ვიღებთ როგორც არის და არ ვეძებთ ყველა პასუხს. ლენა მაშინ არ გაიგო. ახლა ის თვლიდა, რომ მას გაუგებდა. წლები კვლავ გავიდოდა. ლენა გამოგდო სამუშაოში და გადავიდა უკეთეს პოზიციაზე. საბინე დაიღალა და წავიდა სრულად პენსიაზე. მარკუსი რჩებოდა ფლეგეჰაუს სანქტ-მარიაში, მისი მდგომარეობა უცვლელი და გამოუსწორებელი. ისინი კვლავ ეწვიოდნენ. ისინი კვლავ ლაპარაკობდნენ მათს. ისინი კვლავ არ იცოდნენ, ისმენდა თუ არა. ერთ დღეს ლენამ ჰანოვერიდან დაბრუნებისას იჯდა მატარებელში და უყურებდა ფანჯარას. ლანდშაფტი გადიოდა, მწვანე და რუხი და ის ფიქრობდა იმაზე, რომ ეს იყო ის გზა, რომელიც მამამ შეიძლება გაიარა 5 წლის განმავლობაში, როცა არავინ იცოდა სად იყო. ის ფიქრობდა იმ დღეებზე, ღამეებზე, ზამთრებს, თუ როგორ ცხოვრობდა, რას ფიქრობდა, რას ახსოვდა. ის ფიქრობდა იმ მომენტზე, როდესაც მისი მეხსიერება გაქრა და შემდეგ იყო მხოლოდ ცარიელობა. ის ფიქრობდა იმაზე, რომ ზოგჯერ ადამიანები იკარგებიან არა იმიტომ, რომ ვინმე აიღებს მათ, არამედ იმიტომ, რომ სამყარო უბრალოდ იხსნება და ისინი ერთვებიან ბზარებში, სადაც არავინ უყურებს. რომ ყველაზე საშინელი რამ არ არის სიკვდილი, არამედ გაუჩინარება, იყო და არ იყო, იცოდნენ და არ იცოდნენ, ცოცხალი, მაგრამ არ არის მიღწევადი. იყო ერთი ჩანაწერი მოგვიანებით, რომლის შესახებ მან მოისმინა დედისგან. საბინე იჯდა მარკუსთან როგორც ყოველთვის და კითხულობდა წიგნს ხმამაღლა. და ერთ მომენტში მარკუსმა გააკეთა ხმა. არა სიტყვა, მხოლოდ ხმა ბგერა, რომელიც შეიძლება იყო რაღაც ან არაფერი. საბინე შეჩერდა და უყურა მას. მარკუსის თვალები იყო გახსნილი და უყურებდნენ მას და ერთი მომენტისთვის საბინემ გრძნო, რომ იყო რაღაც აღიარება, კავშირი, მეხსიერების ჩრდილი. მაგრამ შემდეგ ის მომენტი გავიდა და თვალები კვლავ ცარიელი გახდა. საბინემ უთხრა ლენას ამის შესახებ და ლენა მიკითხა, ფიქრობ იცნობდა. საბინემ თქვა, არ ვიცი. შეიძლება არა. მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ რაღაც ნაწილი მისი სადღაც ძალიან ღრმად კვლავ არსებობს. რომ ის არ არის მთლიანად დაკარგული. ლენა არ იცოდა, რას ჯეროდა თვით. ის ცდილობდა იყოს იმედით, მაგრამ იმედი იყო მძიმე, როდესაც ის ეფუძნებოდა ერთ მომენტს, რომელიც შეიძლება არაფერი ყოფილიყო. ის ცდილობდა მიეღო, რომ ეს იყო მათი რეალობა ახლა, მამა, რომელიც იყო და არ იყო, ოჯახი, რომელიც კვლავ არ იყო დამკვიდრებული, ცხოვრება, რომელიც განაგრძობდა, მაგრამ არასოდეს შეიძლება რეალურად წინ წავიდა. კიდევ ერთ საღამოს მარტო თავისი ბინაში ლენამ გახსნა ლეპტოპი და ნახა ძველი ფოტოები. იყო ერთი, რომელიც ეცა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მამის გაუჩინარებამდე. ისინი იყვნენ სამზარეულოში, ლენა და მარკუს და საბინე გადაიღო ფოტო ორგანიზებადად. მარკუსი ღიმილობდა, მცირე, სღვიერული ღიმილი და ლენა უჩვენებდა რაღაც ტელეფონზე. ის იყო ჩვეულებრივი მომენტი, სრულიად დაუმახსოვრდომელი, რომელიც გაქრა დროში. ახლა უყურებს ამ ფოტოს, ლენას ეძინებოდა, რაც მას სურდა, რომ იცოდა, რა ფიქრობდა მამა იმ მომენტში. იყო თუ არა რაღაც, რაც მას აწუხებდა. იყო თუ არა ნიშნები, რომლებიც მათ გამოტოვეს. ან ეს იყო უბრალოდ ერთი დღე და შემდეგ უბრალოდ ბედმა ჩაერია და ყველაფერი შეიცვალა.
ის აგრძელებდა იმაზე ფიქრით მრავალ წელზე და პასუხი არასოდეს მოვიდოდა. პასუხები რეალურად არასოდეს მოვიდოდა. იყო მხოლოდ წლები, რომლებიც გადიოდა და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ იცხოვრონ, მაშინაც კი, როდესაც ნაწილები მათი არ დაბრუნდებოდა. დღეს ლენა არის 25 წლის. მისი მამა, მარკუს ბერგმანი იქნებოდა 45 თუ დრო ჩვეულებრივად გავიდოდა. მაგრამ დრო არ გავიდა ჩვეულებრივად. ის გაქრა 9 წლის წინ და დაიბრუნა 5 წლის წინ, მაგრამ ნამდვილად არასოდეს დაბრუნებულა. ის არის სადღაც ჰანოვერში, ოთახში სინათლით და მოვლით და ის კვლავ იქ იქნება ხვალ და ზეგდა მრავალ დღეს შემდეგ. და საბინე და ლენა კვლავ მოდიან და იჯდებიან მასთან და ლაპარაკობენ, რადგან ეს არის ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ. ზოგჯერ ლენა კითხულობს, რა სწავლა უნდა ამოიღო ამ ყველაფერიდან. როგორ გაუგო ტრაგედია, რომელსაც არ აქვს ვილონი, არც გმირი, არც დამთავრება. რა ამბავი გაუმხე გაუთელათ მეგობრებს, რომლებიც კითხულობენ როგორ ხარ და არ იციან, რომ პასუხი შეუძლებელი საგამხოა. მაგრამ შემდეგ ის იღებს რეზულტატი არის, რომ ზოგიერთი ამბავი არ აქვს პასუხები. რომ ცხოვრება არ არის ისეთი კეთილგანწყობილი ან სამართლიანი, როგორც გვინდოდა. რომ ადამიანები შეიძლება დაიკარგონ ისე, რომ არასოდეს სრულად მოვინახოთ. რომ უდიდესი ტრაგედია არ არის სიკვდილი, ეს არის დანარჩენი დროები მდგომარეობაში, შორის გარდაცვლილი და ცოცხალი, სადაც არც ერთი პასუხი არ იძლევა დახურვის. დღეს არის კვირა. ლენა დაწყებობს მგზავრობას ჰანოვერისკენ. საბინე იქნება იქ უკვე ჩაის თერმოსით და წიგნით. ისინი იჯდებიან ოთახში ნომერი 65-ით და იქნებიან იქ, რადგან ეს არის ყველაფერი, რასაც ახლა შეუძლიათ. და მარკუს ბერგმანი, კაცი, რომელიც ერთხელ წავიდა მაღაზიაში რძისთვის და არასოდეს დაბრუნებულა, კვლავ იქ იქნება, მისი თვალები გახსნილი ან დახურული, მისი გონება სადღაც, რომელიც არავის მიუწვდომია, მისი ისტორია დაწერილი წყლის ბურუსით, რომელიც ვერასოდეს დარჩება სრულად. მეგობრებო, მე ვიცი, რომ ეს ამბავი არ იყო მარტივი მოსასმენი. და სწორედ ამიტომ უნდა ვისაუბროთ ამაზე, როცა პირველად წავიკითხე ეს შემთხვევა, დიდხანს ვერ მოვიშორე ფიქრებს. რადგან აქ არაფერი არ არის ისეთი, როგორც ველით. ჩვეულებრივ, როცა ადამიანი იკარგება, ჩვენ ველით ან ბედნიერ დასასრულს, ან მაინც რაიმე ნათელ პასუხს. მაგრამ მარკუს ბერგმანის ამბავი არის რაღაც სრულიად სხვა, ეს არის დასასრული, რომელიც არ არის დასასრული. პასუხი, რომელიც იწვევს მხოლოდ უფრო მეტ კითხვებს, ის, რაც ყველაზე მეტად მაღელვებს ამ ამბავში არის დრო. 9 წელი იმედის, 5 წელი უცნობობის და შემდეგ აღმოჩენა, რომელიც არაფერს ხსნის. წარმოიდგინეთ, რა გრძნობდა ლენა, როდესაც მან იპოვა მამა, ცოცხალი, მაგრამ არარეალურად დაბრუნებული. წარმოიდგინეთ საბინეს ტკივილი, როდესაც ის იჯდა მეუღლესთან, რომელიც აღარ იცნობს მას, რაც ყველაზე საშინელია უპასუხოობაა. სად იყო მარკუსი იმ 5 წლის განმავლობაში? რა მოუვიდა მას იმ საღამოს, როცა წავიდა მაღაზიაში? რატომ არავინ არ იცნობდა მას? ეს კითხვები კვლავ რჩება ჰაერში და შესაძლოა, არასოდეს მივიღოთ პასუხები, მაგრამ იცით, რა მაფიქრებინებს ყველაზე მეტად? რომ ამბები ასეთი ხდება ყოველ დღე. ადამიანები კარგავენ იმ, ვინც უყვართ, ზოგს ეპოვება ზოგს, არა ზოგს ეპოვება ისე, როგორც მარკუსი და ეს შეიძლება უფრო მძიმე იყოს, ვიდრე არაფრის ცოდნა. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც გვგონია, რომ ყველაფერი კონტროლდება. რომ ადამიანები არ იკარგებიან უბრალოდ ასე. რომ ყოველთვის არის ახსნა, სისტემა, ტექნოლოგია. მაგრამ მარკუსის ამბავი გვაჩვენებს სხვას, რომ ადამიანი შეიძლება გაქრეს ჩვეულებრივ საღამოს, რომ სისტემები ვერ იპოვით ყველას, რომ ზოგჯერ ცხოვრება უბრალოდ იშლება და ჩვენ რჩებით მხოლოდ ნამსხვრევებით და ახლა მინდა კითხვა დაგისვათ, რომელზეც მართლა მინდა გაიგოთ თქვენი აზრი. თუ ეს მოხდებოდა თქვენს ოჯახში, რას აირჩევდით? არასოდეს იცოდეთ რა მოხდა, თუ იცოდეთ სიმართლე, მაგრამ ის იყოს ასეთი ტკივილით სავსე, როგორც ლენას და საბინეს შემთხვევაში? წერეთ კომენტარებში, რადგან ეს არ არის მარტივი კითხვა და არ არსებობს სწორი პასუხი. ასევე მაინტერესებს, იცით თუ არა თქვენ ასეთი ამბების შესახებ. ადამიანები, რომლებიც წლების შემდეგ იპოვეს, მაგრამ სრულიად შეცვლილები. გაქვთ თუ არა საკუთარი ისტორიები ადამიანებზე, რომლებმაც უბრალოდ გაქრნენ? გაგიზიარეთ, რადგან ამ ამბების გაზიარება ხანდახან ეხმარება, არა იმისთვის, რომ ვიპოვოთ პასუხები, არამედ იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ არ ვართ მარტო ამ ტკივილში. მარკუს ბერგმანის ამბავი არ დასრულდება ბედნიერად. ის საერთოდ არ დასრულდება. ის გრძელდება ყოველ დღე ოთახში ჰანოვერში, სადაც კაცი იწვა და ვერ იხსენებს, ვინ არის. ის გრძელდება ლენასა და საბინეს კულებში, რომლებმაც ისწავლეს ცხოვრება უპასუხოობასთან და შეიძლება სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ცხოვრება არ გვაძლევს ყოველთვის დახურვას, რასაც ველით.
ზოგჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ატარება გაურკვევლობის ცხოვრება შუალედურ მდგომარეობაში, სიყვარული ადამიანებისადმი, რომლებიც აღარ არიან ისეთები, როგორებიც იყვნენ, ან არასოდეს დაბრუნდებიან, დღეს სადღაც ვიღაც დაკარგა ადამიანი, რომელსაც უყვარს. ხვალ შეიძლება მათ მოусმენონ ეს ამბავი და იცოდნენ, ისინი არ არიან მარტო. და ეს შეიძლება ერთადერთი რამაა, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, გავუზიაროთ ამბები, რომლებიც ჩუმად ტკივილობენ და ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ უბრალოდ ყოფნა